ცნობილია გორში მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელების ვინაობა. ალეკო ბადალოვი, გიორგი წყრიალაშვილი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, საბა წაველიძე, ვანიკო მისირელი და ბესო მალაციძე გორის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას ელოდებიან. მათგან ერთ-ერთი ალეკო ბადალოვი თავს დამნაშავე და არ ცნობს. უფლებადამცველის მტკიცებით საქმის მასალებიდან მისი ბრალეულობა არ იკვეთება. კაპუნა ლოცულაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი მწვავე ნევროლოგიური დარღვევა არ უვლინდება. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. ექიმის თქმით, თუ რაიმე სახის ჩივილი არ დაფიქსირდა, პაციენტი 72 საათში ბინაზე გაეწერება. გორში პოლიციელების მიერ ნაცემი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გვიან ღამით ძლიერი ტკივილების ფონზე გაუარესდა. დღეს ჩემი შშმ-შვილის საპენსიო ანგარიში დააყადაღეს, ამბობს აქტივისტი ნინო კალანდია. კალანდიას თქმით, შვილის ანგარიშიც მის სახელზე იყო, რადგან ბავშვი არასრულწლოვანია. ობახიძე ბედავს და ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებზე ზრუნავენ და ყველაფერი კარგადაა, ამბობს აქტივისტი ვიდეო მიმართვაში. კადრებში არსად ჩანს, რომ სტუდენტს ხელით ვეხები ვიდეო დამონტაჟებულია, ამბობს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გუშინ ნანი გვარიშვილი ფიზიკურად იმ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა, რომლებიც დიუშენის მქონე მოზარდებისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ. ლექტორი მომხდარში სტუდენტებს ადანაშაულებს.